სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა ჩვენთან არს ღმერთი. ესე იგი ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრება მინდა ჩვენ სოფელში აიღიდა, მინდა ზოგადად დღევანდელი მრევლის ეკლესიაში სარწმუნოებრივი ცხოვრება იმდენად დორეთ მიდის, რომ ესე იგი ჩვენ აქ საკვირაო სკოლა რომ დავიწყეთ, ჩვენი რაღაცა ეს შემართება თუ რაც იყო, რაც ვკრებდა ხოლმე და რასაც ვაკეთებდით, გაწვდა სადღაც სად ბოლოს სად გავჩერდით აღარ მახსოვს. ხო და დღეს არის წინასწარმეტყველი, ერთ-ერთი წინასწარმეტყველის ამოსის ხსენება, რომელიც ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში მოღვაწეობდა და ერთი ძალიან სხვადასხვა დარგები არის ეკლესიაში, რომელსაც მართლმორწმუნე ადამიანი დრო და დრო უნდა ეცნობოდეს. მაგალითად ეკლესიის ისტორია. ეკლესიის ისტორია ესეთი საკითხია, რომ შენ ხო მაგალითად ქართველი კაცი რო ხარ, შენ და საქართველოს ისტორიაზე რო არაფერი არ იცი. იცი არის რომ შენ ქრისტიანი რო ხარ და ეკლესიის ისტორიაზე არაფერი არ იცი. ხო სირცხვილია, ხო? არის ეკლესიის ისტორია, არის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, მაგალითად, ხო? რომელთა ცხოვრებად და რომელთა წინასწარმეტყველების გაცნობაც მორწმუნე ადამიანისთვის აუცილებელია ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი სულიერ ცხოვრებაში არ არსებობს ან ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს. ან წინ მიდიხარ, ან წინ თუ არ მიდიხარ, ესე იგი უკან მიდიხარ. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი საქმე როგორ არის. რომელი ვიტყვით, რომ წინ მივდივართ, ხო? ესე იგი სად მივდივართ? ეს არაფერს არ ნიშნავს. მაგალითად ამ ადგილზე რო დადგები, მაგალითად იმ ადგილზე რო დადგები, რაღაცა რო იქ რო ხარ, აქ რო მოხვედი, ეს არაფერს არ ნიშნავს. ასე შეიძლება შენ მოარული ის იყო, რა ქვია, სული თუ არ არის ამ ყველაფერში და სული რომ იყოს, უნდა იზრდებოდეს. და რომ იზრდებოდე, აუცილებელი არის გაცნობა ამ სხვადასხვა საკითხების ეკლესიაში, მათ შორის ეკლესიის ისტორია, მათ შორის წინასწარმეტყველების ცხოვრება. საოცარია მათი ცხოვრება. მათი ხვედრით სხვათა შორის იყო მოწამეობრივი უმეტესობა, ზოგი ხის ხერხით გახერხეს, ზოგი ლომების ხახაში ხაროში ჩააგდეს, აგერ ამოს წინასწარმეტყველის მოწამეობრივად აღესრულა ერთ-ერთმა წარმართმა მოაკვდინა იგი. და მაგალითად ახლა ამოს წინასწარმეტყველს მაშინ როგორ იყო, ესე იგი წინასწარმეტყველებს ღმერთი რაღაცა ხილვას მოულენდა და მერე ეს წინასწარმეტყველი ამ ხილვას ამცნობდა ერს და განუმარტავდა ამ ხილვის მნიშვნელობას. ერთი ხილვა ამოს წინასწარმეტყველის იყო ის, რომ მან იხილა ცეცხლის დიდი დისკო, ცეცხლის ბურთულა, რომელიც მოდიოდა ისრაელისკენ, ისრაელი ერისკენ. და მერე გაისმა ხმა, რომ ამოს წინასწარმეტყველის ლოცვით ეს ბურთულა შეჩერდა. მერე ჰქონდა ხილვა, კალიები მოადგნენ ვითომ ისრაელს და უნდა გაენადგურებიათ. კალიები ახლა იმდროინდელი სამყარო მეტად უფრო ახლოს იყო ღმერთის კურთხევასთან, რომელიც ღმერთმა ადამიანს მისცა ოფლითა პირისა შეისათა სჭამდე პურსა შენსა. მიწიდან მოდიოდა ყველა. სად იყო მაშინ ახლა ეს რაღაც ტექნიკა და ეს ხელოვნური რაღაცები არ იყო. ესე იგი კალიების შემოსევა ნიშნავდა, კალიები ყველაფერს ანადგურებდნენ, თუ პირამე აგრარული სიკეთე იყო. კალიების შემოსევა ნიშნავდა, რომ ეს ერი განწირული იყო შიმშილობისთვის. ხო, ამასაც გადაურჩა ესე იგი ისრაელიერი და მერე იყო ესეთი ხილვა ქონდა ამოს წინასწარმეტყველს, რომ ღმერთი დადგა და ისრაელ ერში დაუშვა შვეული. და ამ წინასწარმეტყველების განმარტება არის ესეთი, რომ ეს ცეცხლის დისკო და ის კალიები, ეს არის ის რომ ესე იგი ღმერთი ცოდვების გამო ღმერთი აფრთხილებს ისრაელებს და შოულის დაშვება უკვე ნიშნავდა იმას, რომ სწორედ მერვე საუკუნეში ხდება ქრისტეს შობამდე
ასურელების მიერ დაპყრობა ისრაელის და მათი გაბნევა სხვადასხვა ქვეყანაში და ეს დაუშვა ღმერთმა მათზე, რომ ესე იგი მათ დაკარგეს ეს საუკეთესო მიწები, საუკეთესო ქვეყანა დაკარგეს და ეხლა ჩვენ რო ვკითხულობთ ამ ესე იგი ვიცით რომ ისტორიაში ახალი არაფერი არ ხდება, ხო, ყველაფერი კარგად დავიწყებული არის, ძველი ის გახსენება, ჩვენ უწოდებთ ახალს. სინამდვილეში ეს ყველაფერი მოხდა. აი მე მინდა გავიხსენო ეხლა აი ესე იგი აი ჩვენი პატრიარქის მოყოლილი მინდა გავიხსენო. პირველი იგი იყო პირველად იყო შემოქმედელი ეპისკოპოსი და მერე ხუმ აფხაზეთის. აფხაზეთში იხსენებს ხოლმე, აფხაზეთში ეხლა ვინც ძველები, ვინც ხართ ისიც როგორი ცხოვრება იყო, იმ დიდრულად ცხოვრობდნენ და უწმინდესი იხსენებს ხოლმე, რომ აი ვეუბნებოდითო ხალხს, რომ მოდით ეკლესიაში, მოდით წირვაზე, მოდით ვადიდოთ უფალი და ისინიო ამბობდნენ, რომ აი ჩვენო გვაქვს ციტრუსი გვაქვს მისახედიო, სასტუმროები გვაქვს, აი ცხოვრობდნენ ისე რომ აი ძალიან დიდრულად. მერე მოხდა ისე რომ ეს 64 ჩვენი ადგილი აღმოჩნდა დამპყრობლის ხელში. და დღემდე უმეტესობა მიხვდა ყველაფერს, მაგრამ დღემდე უმეტესობა არ არის მიხვდარი რა მოხდა და რისთვის მოხდა. ხო და აი ესე იგი ჩვენ სანამ ასე ჩვენ ვიქნებით, ან ჩვენ არ გვეხება ვინც აქ ვართ, მაგრამ ჩვენ სოფელზე ვამბობთ რა. სანამ ესე ვიქნებით ჩვენ უნანელად და უწირავად და უყვარულად და უმადურად, ხო? სულაც არ არის გამორიცხული, რომ ხვალ აი ეს მაგალითად აი ეს ჩვენი სოფელი ახ ხო არის ახალი სამგორი, ხო? გავიდეს წლები, 10 წლეულები, თუნდაც 100 წლეული და აქ ცხოვრობდეს ვიღაცა ინდოელი ან ვიღაცა უცხოტომელი. სულაც არ არის გამორიცხული. ეს მოხდება ისე და რომ იცოდეთ ამის ნიშნები არის. ხო. აი ამას ნახეთ რა საინტერესოა, ესე იგი რატომ გავიხსენეთ ჩვენ ახლა ამოს წინასწარმეტყველის ცხოვრება, მისი ხილვა და ის ისტორიული სინამდვილე რაც მაშინ მოხდა. მოხდა ეს ყველაფერი. და ის წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ეკლესია იგივე ხმა არის, რაც წინასწარმეტყველი სულიწმინდის ქადაგებს და ეკლესიაც რა თქმა უნდა სულიწმინდით მოუწოდებს, ხო? ხო და რო იძახის მღვდელი რომ მოდით, ხო? რომ მოუწოდებს ეკლესია, რომ ქადაგებს, უნდა მოვიდეთ. თუ არ მოვალთ, ხო? აი მოხდა ისტორიაში. მოხდა აგერ შორეული წარსული თქვით, აი ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეა და კარგად ეს ისტორია კარგად ვიცით ასურელების მიერ როგორ მოხდა დარბევა ისრაელების და გამბნევა და მათი ის ბომონები, რომელსაც ისინი კერპებს თაყვანსემდნენ, ის ოქროები და ის რაც იყო, დამპყრობელმა წაიღო თავისთან ძლევის და გამარჯვების ნიშნად. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ წეს თაყვანი და ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ წემ თაყვანს და რო არ მოვდივარ კვირაში ერთხელ და მადლობას რომ არ ვწირავთ უფალს, ამას ყვებოდა უწმინდესი რომ მოდით მადლობა უთხრათ უფალს. აი გააქვს სასტუმროები, გააქვს ციტრუსი, გააქვს ბევრი სიკეთე გააქვს, ხო, აი ყველანაირად და მოდი მადლობა უთხრათ უფალს. არ მოვიდნენ ისინი. ბევრი სულგძელებს უფალი, ძალიან სულგძელებს. მაგრამ ბოლოს ღმერთი სულგძელია, ყოვლად მოწყალია, მაგრამ ყოვლად სამართლიანია ღმერთი. და ეს ჩვენც უნდა ვიცოდეთ ადამიანებმა და პიროვნებებმა, რომ პირველ რიგში ჩვენით იწყება ეს ყველაფერი. ხო და შეგვეციოს ამაში, აი უყურეთ, ნახეთ ამოს წინასწარმეტყველი ესე პირდაპირ კი არ ელაპარაკება, ნახეთ თვითონ ღმერთი იგაურად უცხადებს. აი დღეს აგერ პავლე მოციქულის წავიკითხეთ, რამე თუ პავლე მოციქული ამბობს, რომ აი ჟულსა წერილა არსო, ვითარმედ უცხოითა ენითა და ბაგითა და უცხოითა ვეტყოდი ერს ამას. და არცაღა ესრეთ ისმინონ. ხო, აი ლაპარაკობს ეკლესია, ხო, იგაურად ლაპარაკობს, გეუბნება, ესე იყო. ხო, უცხოა, არ გვესმის ეს ენა, ხო? არცაღა ამის ისმინეთ, აი ხდება რამე ახალი, არცაღა ამ უცხო ენის ისმინონ. არც არაფერი არ ხდება ახალი, ხო და თხილად ვიყოთ, რომ ეს ჩვენი აქ ვინ ცხოვრობს, ერთხელ უკვე დაკარგეს სამკვიდრებელი, ვინც ცხოვრობს ამ სოფელში და
ღმერთის დავიწყებას კიდე შეიძლება რაღაცები მოყვეს. ეს არის ისტორიული სინამდვილე და ღმერთმა შეგვიწყალოს წმინდა ამოს წინასწარმეტყველის ლოცვით. ეხლა აქ ბევრი კი არ ვართ, მაგრამ ეს სიტყვა ალბათ სასურველი იქნებოდა, რომ ძალიან ბევრი ყოფილიყო დღეს ეკლესიაში, რომ ბევრს მოესმინა აგერ ამოს წინასწარმეტყველის და სხვა კიდე წინასწარმეტყველების მაგალითზე რა ყოფილა და როგორ ყოფილა და მერე გაგვეხსენებია თუნდაც აი ჩვენი უწმინდესის მოყოლილი და მერე შეგვეხედა დღევანდელ ჩვენ რეალობას. ერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და შეგვეციოს ამოს წინასწარმეტყველი, რომ გონს მოვიდეთ.